ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს ხდომა გაიმართა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული 7 საკითხი განიხილეს. მთავარი საკითხი, რომელზეც ბიურო მიმსჯელა, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწოდების საკითხი გახლდათ. როგორც ითქვა, რეგ ფონდიდან გადმორიცხული თანხები დაბა ურეგში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება, რომლის ღირებულება 500,000 ლარი იქნება. ასევე სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცების შესახებ იმსჯელეს. პროექტები სოფლებში გზების მოწესრიგებას ითვალისწინებს. მინდა აღვნიშნო რეგ ფონდებიდან დასაფინანსებელი პროექტების შესახებ, რომელიც ეხება დაბა ურეკის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზიანებული გზების რეაბილიტაციას. აღნიშნული პროექტის ღირებულება დაახლოებით 9 მილიონის ფარგლებში მერყეობს. ბიუროს ხდომაზე განვიხილეთ აგრეთვე სოფლის მხარდაჭერის პროექტების განხორციელების მიზანშეწონილობის საკითხი წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად. ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, და ძირითადად ითვალისწინებს ადმინისტრაციულ ერთეულებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას. სოფლის მხარდაჭერი პროგრამების განხორციელებისათვის გამოყოფილი თანხა მთლიანად მიმართულია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისათვის.